ნოსტალ გიორგი და ხვიჩექსი, პეკინი და ბათუმი, ხვიჩა მანქანიდან UFC 328 მოგვიახლოვდა, დრო ბევრი აღარ ქონდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ჩაგვეწერა ეს და აი სამსახურში არის ხვიჩა, მეც ახლა მოვჩი სამსახურს და მაინც ვაპირებთ, რომ პატარა breakdown-ი მოგიწოდოთ, შემოგთავაზოთ. Fight Hop podcast-ზე ძალიან მაგარი ეპიზოდი დაიდო, ხო? თენგიზ თედორაძის ეგ იყო რაღაც ესეთი არ მახსოვს რომ ისტორიაში თენგიზის ინტერვიუ რა, ასე გრძელ ფორმატში რა, ხვიჩ ძალიან დაგლიჯე ძმაო, რომ ეგ კაცი გამაცანი და იმედი მაქვს, რომ ხალხმა ნახა და მოეწონა ძალიან რა, ეგ ძალიან დაგლიჯეგიო, რომ პლატფორმა გააკეთე იმისთვის, რომ თენგიზმა შეძლოს ჩვენთან გაატაროს 2 საათზე მეტი და მოგვიყვეს მისი ისტორია. ძალიან მაგარი საინტერესო იყო რა და მაგის ფანი ვიყავი ბავშვობიდან. კიდე მაგარი ამბავი, ჩვენ გავათამაშეთ მაისური sponsored by BFA, კერძოდ ხვიჩა კორიძეს sponsorship-ი არის, მაგარი მუიტაის მაისური და მოგებული არის ლევან ნოზაძე, გილოცავთ ლევან, მოკლედ ეს ავარჩიეთ რანდომაიზერით, ავტომატურად ირჩევს კომენტებიდან და კიდევ ერთხელ ლევან, ახლა კონტაქტში უნდა შემოხვიდე ჩვენთან Instagram-ზე, მესიჯი მოგწერო, რომ გამოგიგზავნოთ ის მაგარი მუიტაის მაისური. ეს მაისური გათამაშდა არა პოპულარულ ეპიზოდზე, ანუ ბევრი ნახვა სადაც არისო და რეალურად ჩაუჯექით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ძალიან ბევრი რაღაცას გაათამაშებს გიორგი ეპიზოდებში და ანუ არხის მონეტიზაციას აპირებს გადაიტანოს სრულ გათამაშებებში, რომ ანუ ზოგადად Fight Hop ხო არის ყველა მაყურებლის არხი და არა მარტო ერთი ადამიანის რა. ამიტომ ყველა ჩვენი არხი არის და ყველაფერს თქვენ თვითონ მიიღებთ რა. ამიტომ იყავით მონაწილე Fight Hop-ის, იყავით ჩართული, იყავით აქტიურები და ყოველთვის იქნება რა. კი, ოღონდ ისიც უნდა ვახსენო, რომ ჩემი მონეტიზაცია რაღაც 1-5 თვეში ერთხელ მოდის ხოლმე რაღაც. არ არის პრობლემა. მაინც ხო ყველა მაყურებელი. არა, მე უფრო აქტიური ვიქნები, ბაზარი არ არის, ჩვენ ერთად ყველაფერს ვიზამთ. ხვიჩ, სანამ დავიწყებთ რა, როგორ მოგეწონა პრატესის შესრულება რა, ანუ UFC Perth-ზე ნამდვილად არ ველოდებოდი ეგეთ დომინანტ პერფორმანს რა. კი, ნამდვილად ხამის კოშმარი არის და ტყუილ არ აქვს მაგის სახელი შერქმეული პრატეს. იმიტომ სტილი აქვს ძალიან კოშმარული, ძალიან რთული სტილი აქვს, განსაკუთრებით თუ არ გაქვს ხაბიბის და ისლამ მახაჩევის ლეველის ჭიდაობა. ეხლა welterweight-ში რო ჩავხედოთ, ხო? მახაჩევი რო არ ყოფილიყო, რეალურად მასეთი ჭიდაობა არავის არ ქონდა, წარმოიდგინე რომ იანგარის მოუწია ინტელექტუალურად მაგასთან ჭიდაობა რა. ანუ ვითო იანგარი აშკარად დგომის მებრძოლემ ჭიდაობით ახლა დაგრუზა და ტექნიკური მომენტები და ინტელექტით დაგრუზა რა პრატესი და ზოგადად ანუ ძალიან რაღაცა სხვა უფრო მეტი დადო საინტერესო ვიდრე თვითონ ბრძოლა პრატესმა, რადგანაც პრატესის ნაირი მებრძოლეები კლავენ იმ ნარატივს, რომელიც რო არისო აი ხვაზე ხარ რა 30-0 და რაც ხა ის ბაზრები ხვაზე ხარ დაუმარცხებელი და ასე შემდეგ. ვაფშე მნიშვნელობა არ აქვს პრატესისთვის 6 წაგები შემოვიდა შეუერთდა UFC-ს. მე მგონი 26-ზე ქონდა რეკორდი თუ რაც ხა ისეთი რეკორდი ქონდა. თლათ ახლა შესანიშნავი რეკორდი არ ქონდა როცა შეუერთდა UFC-ს, მაგრამ რეალურად აჩვენა რომ მაყურებელს რომ საქმე რეკორდში არა, საქმე ადამიანში არის რა. და გამოავლინა სუფთა და კონკურენტულ არენაზე რა არის და ვინ არის რა. ძალიან მაგარი არის. ბრაზილიელები მაინც მაგრები არიან რა. პავლო კოსტას აქვს რაღაც secret დასალევი ჯუსი, ამას აქვს რაღაც secret მოსაწევი, აბოლეთ და ეხსნება. აი ეხა შენ რო კითხო რა ვის აძლევ მახაჩევს რა. პრატეს, მორალეს თუ იან გარის. ყველაზე კაი სანახაობრივი რომელი გონია რომ იქნება რა სანახაობრივი. ჩემი აზრით ცოტა არაპოპულარულია გიო, იმიტომ რომ მე მინდა რომ მორალესმა ეჩხუბოს მახაჩევს რა, რადგანაც უფრო დამაინტრიგებელი ბრძოლა არის ჩემთვის მაგი რა და მორალესი ერთი არის, ვინც დაუმარცხებელი არის, ხო? რეალურად. და არის ის იმან შავკატთან წააგო,
გერიმ შავკათთან წააგო, პრატესმა გერისთან წააგო, ამიტომ ანუ უფრო სათანადო და კი რა თქმა უნდა დიდი ოპოზიცია არ გაუვლია მორალეს. მაგრამ მორალესაც მაგარი შანსები აქვს ჩემი თვალსაზრისით. ძალიან ყველაზე მაგარი შანსები აქვს უпростоრად იმათთან შედარებით რა, სხვა ოპოზიციასთან შედარებით რა. ძალიან მაგარი შანსები აქვს, აი რადგანაც პანჩერი არის რა, აი მემარჯვენე ჩემზე რო პანჩერი. იყოს როგორ ვიზამდი იცი მე მგონი რომ გარი არის რა გარი უნდა იყოს ანუ გარი მახაჩევი და მორალესი და პრატესი რო დააჯახონ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება რა ეგ აუ მე ბრძოლა რატო არ მინდა ასეთი რაღაც რომ მოხდეს იცი მორალესი და პრატესი რომ დავაჯახოთ, იმიტომ რომ ორ სავარსკვლავო პოტენციალს იცი ის ვახშობთ რა. მივხვდი და იცი ძალიან ბევრი მეჩაპები იბრძდება მაგიდან გამომდინარე მომავალში რა. და შენ ალბათ არ იყურებ, მაგრამ ისა რა ქვია. მორალეს არ ეჩხუბება პროტესტი. განაცხადა რომ ანუ მე დაველოდები ჩემ ტაიტლ შოთსო. და არ მჭირდება ხარ ყველა ისეთი უაზრო ბრძოლაო რა. რამდენადაც ნადირია, იმდენად არ აქვს პრობლემა რომ დაელოდოს მის ტაიტლ შოთს რა, იმიტომ რომ ღირსიც არის მის ტაიტლ შოთის და ძალიან სერიოზულ სერიაზე და ანუ არასაჩემპიონო კალიბრის მებრძოლე ძალიან დიდ ფულს აკეთებს დღესდღეობით რა. მოკლედ lightweight-ი ძალიან საინტერესო არის. ხა Welterweight. lightweight-ი კი არა, welterweight-ი. მოკლედ welterweight-ი ძალიან საინტერესო არის ხა და ილიაც მოდის აკაკუნებს თეთრი სახლის პრეს-კონფერენცია იქნება ხვიჩ პარასკევს და ყველა მებრძოლი იქნება, ყველა დაждდება რა ამ პრეს-კონფერენციაზე. ეხა ილია არის ნიუ-იორკში ტურს აკეთებს, ბევრი ინტერვიუებს იძლევა და მოდი შევახსენოთ, რომ 1-5 წლის წინ Fight Hub-ზეც იყო და ვიცით რომ ილო დაბრუნდება აქ 100% that was cheesy მაგარი cheesy იყო ხო და კიდე ის თუ ნახე რა ეს EA Sports-ის UFC-ს ხოაზე ხარ თამაში რა და ახალი აუ კამერები დაანგრიენ კრიტიკით მოთამაყურებლებმა EA Sports-ის ახალი ტრეილერი რაღაცა იმენა გადაუვარენ. მე არ მიმაჩნია რა თუ რაღაცას ხოაზე ხარ ახალი UFC გამოდის რა მე მომეწონა იმიტომ რომ რაღაც მექანიკებში აქვს მეხუთე UFC-ის პრობლემა ხოაზე ხარ რომ ანუ რაც ადრე იყო იგივე პრობლემა აქვს რომ ძალიან ბევრი უნდა დაარტყა რომ გათიშოვან რაღაცა ისე უნდა აი აკეთო ხოაზე ხარ რა მე რაზე გულისხმობ იცი ხვიჩი მაგათმა გააკეთეს პრომო ტრეილერისავით რა და იმ პრომოში რასაჩვენებენ კი Holloway McGregor-ს აჩვენებენ რა თქმა უნდა ჩემიზა უფრო ყველაზე პრიორიტეტული პრომო ბრძოლის მაგი იყო რა ხა Holloway McGregor-ს ის ვერ ნახე მეორე ილია და ის გეჯიზე ამბობ? არა, ილია და გეიჯი არა, ილია რო თიშავს წარუკიანს. ეგ იყო პრომა. კი, მაგის ნახე, კი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგი არის ძალიან მაღალი ლეველის ტროლინგი ტოპ-ზე. ტოპ-ზე კი არა, წარუკიანი გატროლეს მაგრას. ძალიან გატროლენ წარუკიანი მე. Slow motion-ში გათიშეს თვალები და წარ. ბიჭო და მაგაზე ხო იცი იძახია რომ curse არისო, წევლა არისო, ვინც იქნებაო, ყდაზეო, ის ყველა კარგავს კამარსო რა. აი ყოველი curse-ია კი ყველამ დაკარგა, ხარ ვინც ყდაზე იყო ორიგინალური. არა, ჩვენ ხო სრულწმენა და რაღაც არ გჯერა მაგისი, მაგრამ ილია არა, კავერჯი არ ნერვიულო. ხო, ილია არ არის რა. ის არის რა ქვია, Holloway და Pereira ხო? Pereira არის ხო კავერზე. ილია იქნება ალბათ ის რა ქვია, deluxe edition-ი და რაღაცა ისეთზე. ან შემდეგში ან რაღაც ხო რა. ესეც მაგარი იყო, ეხლა სანამ თავარ თემაზე გადავალთ ხვიჩ. ძალიან მაგარი სურათი ვნახე ქართველი MMA-ის მებრძოლების ის იყო რა ქვია, გუნდი იყო ერთად, აი რაღაც Dream Team-ისავით რა, ხოაზე ხარ? კი. Avenger-ები რო არის და რაღაც ხოაზე ხარ, ეგეთი პონტი იყო ქართული რა. პერაბ დვალიშვილი გიგა რომან დოლიძე იყო, დაჟე ჯუდოკები ბეკაც იყო, შავდა თუაშვილიც იყო, ჩვენი ძმები იყვნენ. ძებნილები და ჯერონიმო სიმონ, გოჩა შაიდიძე, ბიჭო დავითა იყო, თამლიანიც იყო ხო მგონი? სოზა იყო, აბრამელი იყო, რაული იყო. ბევრი სტუმრები დაპატიჟენ, სიმართლე გითხრა რა, პროსტა ოღონდ მე რაღაც ფოტოშუტი გააკეთენ. სადაც ეს ბიჭები იყო რა, რომელიც ალბათ აჭარაბეთს რაღაცა გეგმები თანამშრომლობის გააჩნია ამ ხალხთან ეხლა და რაღაც პერსპექტივას ხედავს მაგაში რა. მაგაში. ძალიან მაგარია რა. აჭარაბეთი საინტერესო არის, რომ აჭარაბეთი გახდა სპონსორი არა და პარტნიორიო UFC-ს რა და რა იგულისხმება მაგ პარტნიორობაში თუ მე ვეკითხებოდი და ვერ დავამუღავეთ ვერავინ ოღონდ რა და იგულისხმება მაგ პარტნიორობაში. შეიძლება რაღაცას უთითებს ხვიჩ, რომ საქართველოს მართლა გეგმაში არის UFC-სთვის, რომ თვითონ ჩამოსვლა და ჩატარება რა.
კი, იმედი არის, იმიტომ რომ რეალურად ხო ძალიან საკმაოდ მსხვილი კომპანიები გოგოჩნია ამ იმაში რა ქვია, პატარა ქვეყანაში რა. პლუს აჭარა ბერთი, აჭარა სპორტი, ეს კომპანიები უკვე დიდი ხანია ახლოს არიან UFC-სთან და სეტან და ძალიან დიდი ხანია ახლოს არიან UFC-სთან. ახლოს არიან თანამშრომლობაში არიან და ეხა ინაღამ და ყველა ილია თოფურიოს ბრძოლაზე სეტანდას წავეგი არის აქვე ბიჭებიც არიან იქა და არიან რა ხალხი რა ჩართული. რაც ასიამოვნოა და რაც ასიამოვნო არის ყველაზე ჩემთვის მეტად ხო რომ რაღაც ჯანსაღი ნეტვორკინგის სივრცე შეიქმნა, ანუ ნეტვორკინგი მოხდა ხო ასე ხარ რა ეხა რომ შენ ხედავ ბიჭებს რომელიც სოზა ლორდ კიფანიძე თუ ესეთი აპენკამინგ ბიჭებზე დავილაპარაკოთ ხო რაულზე ხა და რაული ხა რაული არის ხა სახელი აქვს და დავილაპარაკოთ იმ ბიჭებზე ვისაც არიან ხა აბრამიშვილი ლორდ კიფანიძე ესენი აპენკამინგ მებრძოლები ერთ სცენაზე UFC-ს მებრძოლეებთან ჩემპიონებთან ყოფილი ჩემპიონებთან და ასე შემდეგ როგორც მაყურებელი არა და როგორც ანუ ერთი გუნდის ნაწილი ძალიან ის იყო რა ქვია რა ჩემთვის სასიამოვნო იყო როგორც მაყურებლისთვის, რა. ხვიჩ მოდი ახლა გადავიდეთ თავარ თემაზე რა და როგორი ჰაიპიანი თავარი ბრძოლა არის UFC 328-ზე არის ყველაზე რაღაც ცუდი სისხლი bad blood ქართულად როგორ ქვია აი როგორ უნდა უწოდოთ ქართულად რა დაძაბულობა ზიზღი ჰეითი ჰაიპი даже ინდონეზი არის რომ მასტები ძახია მე გესური და მე მოკლავო და ეგეთი ბაზარი დაიწყო და UFC-მ გადაწყვიტა რომ face off-ი აღარ იყოს აზე ხარ ეს გახსოვს როდესაც რომ face off-ი არისო აი ეგ ცოტა გოიმობა მაგნენაო და ძალიან დიდ დაცვას რაოდენობა მოუმატენ პოლიცია დაიხმარენ და ძალიან ბევრი ხალხი დაფიყავთ ჩართული იმაში რომ main event-ი არ შეიშალოს რა და ის პრომო ის არტისტის პოსტერი რო გააკეთეს ის ხამზატი რო არის გელი და ის შონ სტრიკლენდი რო არის ამერიკული ბოლდ იგლ რა ის არწივი რო არის რა ქვია ეს თეთრთავიანი არწივი რა მოკლედ რავი ძალიან მაგარი ჰაიპიანი ბრძოლა არის და ძალიან საინტერესო არის რა ხვიჩ ანუ ერთი ორი ვარიანტი იმას ვქნათ რა დავდოთ ანუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ბრძოლა რა. მთელი კარდი ხო სასწაული ბენგერი არის, სადაც ცალად რო ვთქვათ. კინოაღამ და მთელი ყველა main card-ის მებრძოლი იქნებოდა Fight Night-ის main event-ი ჩვეულებრივად და ნახევარი პრელიმები კიდე შეიძლება იყოს Fight Night-ის main event-ი რა. რეალურად ძალიან სასწაული კარდი არის. ახლა რაღაც კრიტიკა დადიოდა იმის შესახებ, რომ UFC-ს ლანძღავდნენ, რომ თო კარდები გააფუჭენო და რა კარდი გააფუჭენ უკვე ზედიზედ რა კარდა სასწაულ კარდებს დობენ რა. ანუ რეალურად ძალიან მაგრამ მუშაობენ. main event-ს აქვს ყველაზე სწორი კითხვა ანუ კითხვის დამსმელი main event-ი არის რომელიც არის ჩვენ ყავს ხამზა ჩიმაევი ხმა წყალში და ნახი დიფოტერში რა და დიფოტერის მეფე დიფოტერში ყავს და ნახი გილბერტ ბერნსის ხელში ხო და ვინახეთ რა ხელა გაუჭირდა დიფოტერის მეფე არის შონ სტრიკლანდი რეალურად რო ვთქვა ხო ანუ შონ სტრიკლანდზე სასწაული დიფოტერში არ არსებობს. ანუ დივი არის იმენა მებრძოლე, რომ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდის რა, იდეალური მებრძოლია რა. სადაც სიღმეში იდეალურად იგრძნობს თავს რა. და საკმაოდ ძალიან მაგარი სოლიდური takedown defense-ით. ეხლა კი ამბობენ ზურგს უკან რაღაცას ვითო გადაყავენ სტრიკლანდი თუ არ გადაყავენ თუ რაღაც საუბრები რა. მაგრამ მე არ ამგონია რომ ჯიმაიმა შეძლოს დრიგოს დუპლესი გაუკეთოს ჟონ სტრიკლანდს რა. და ნახავთ დიფოტერში როგორი იქნება ჯიმაევი რა იმენა აი დიფოტერის სრული გაგებაში. იმიტომ რომ სტრიკლანდთან ბრძოლაში ხო ყველაზე საზიზღარ დარტყმებთან მოუწევს ჯიმაევი შეხვედრა. არა მძიმე დარტყმებს, არა ვირ დარტყმებს, ყველაზე საზიზღარ მტკივნეულ და ანუ საინვესტიციო დარტყმებთან მოუწევს კავშირი რა. ამიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო main event-ი გვაქვს რა. ეხლა აბსოლუტური ფავორიტი მოჭიდავე, ესეთი დომინანტური ყოველთვის ფავორიტი არის, როგორც ჩიმაევი რა. მაგრამ კითხვა ხო იცი, როცა კითხვა იქნება ბრძოლის დროს, უკვე main event-ი საინტერესო არის რა. ამ main event-ის დროს რეალურად იქნება ერთი კითხვა.
იტესტება თუ არა ჩიმაევი რა, ანუ რა დონეზე იტესტება ჩიმაევი და რო გაიტესტება რას დავინახავთ მაგის შემდეგ რა. ძალიან საინტერესო მეინ ივენთი არის, რომელსაც ბინძური სიტყვები და დაძაბულობაც არ დაჭირდებოდა, რომ იყოს საინტერესო და მაგარი რა. ავი ქსავსე იქნება ავი ქსავსე იქნება ბოდიგარდები კი არა სეკიურიტები დაცვით რა. ანუ სანამ საჯი იწყებს რომ ფაით სიტყვის მანამდე შავი ის იქნება რა, ხო, შავი კოსტუმები იქნება სანამ რეფერი იტყვის ფაითო რომ მორჩება, შეიძლება ისეთი ვარიანტი იყოს ხაბიბმა რო არ გაუშვა რა იმას კონერს. ხო არ გაუშვა ცოტა ხანი. ხო, აი მე რო უყურებს ჩიმაევს, ხო, ჩიმაევს საქციელებს უბრალოდ რა, ჩიმაევს რეფლექსიას. ხაბიბი რაღაც პირადულში ღებულობდა ყველა და ერთ ტრეშ ტოკინგს რა. კონორის და ჩიმაევის სტრიკლანდის ტრეშ ტოკინგს ჩიმაევი არ ღებულობს რაღაც პირადულად. ფაზე ხარ რა? რაღაც გადააობს რაღაც ის ნახევრად ელაპარაკება რა. ბიჭო, კონერთან გასხვავებით, ძმაო, არ ამგონია შორტრიკმა თაფაუთი გააკეთოს რა. თუ მართლა მოახჭო დაიძინებს. რას ფიქრობ? კი, არა, მაგ თაფს რო არ გააკეთებს და ბოლომდე რო გვავის სასაფლაოში ჩაყვება, მაგაზე ორი აზრიც ხო არ არსებობს, მოკლედ რო თქვა რა. მე უბრალოდ იმ მომენტს ვსაუბრობ რა, რა მომენტს ვსაუბრობ, რომ საინტერესოა კიდე ჩიმაევი ანაირი წნეხის ქვეშ, ფაზე ხარ, რომელსაც სტრიკლანდი აკეთებს მაგაზე რა. როგორ იქნება რა, ანუ ფსიქიკურად რამდენად სტაბილურად იქნება. სტრიკლანდი ყველაზე საინტერესო წერტილი მაგი არის შემისთვის. ნახოთ. მოკლედ ძირითადი მასა იხრება ჩიბაევისკენ და გადაწყვეტილებით, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტი ერთ-ერთი შეიძლება იყოს ჩიმაევისთვის, თუ დაახლოებით ისეთი ბრძოლა მოიგო, რომ მე ხალხმა იბაზროს, რომ ეს რა იყო რა, ხვაზე ხარ, ანუ ვერაფერი ვერ გაუკეთაო რა. აი DDP-ზე ხვაზე ხარ კრიტიკა რომ მიიღო. ხვაზე ხარ. DDP ხო რეალურად, ანუ არ იყო მზად ჩიმაევის ჭიდაობისთვის. ჩიმაევი რო თქვა ახლა ვაიმე და მომკალი მაგრა ჭიდაობს, მასე მაგრა ვერ ჭიდაობს ჩიმაევი. ვაიმე და მომკალი და უსმანმა აჩვენა ზოგადად რა, გაბარო უსმანთან ბრძოლა აჩვენა, რომ ეხლა რაღაცა მომკვლელი ჭიდაობა არ აქვს. კი, იმას გილბერტ ბერსთანაც აჩვენა ბრძოლამ, რომ ვაიმე რაღაცა, ანუ კონტრშეტევადიც არის რა, ანუ არის განიტრალო მისი ჭიდაობა რა. რომა დოლიძემაც აჩვენა, რომ აჩვენა რა, ანუ ვიცი ახლა რომა დოლიძემაც გასცა პასუხი მის ჭიდაობას რა. მაგ და ანუ თათმასეც არაა სიტუაცია. საინტერესო იქნება გრეპლინგის გასვლა როცა მოხდება და ჩიმაევმა თქვათ გადაატრიალა, თქვათ ადგა ჩიმაევა კი არა სტრიკლანდმა თქვათ გადაატრიალა, თქვათ ადგა, მე რა რეაქცია იქნება ჩიმაევს სახეზე. ანუ რას გააკეთებს? კიდე შევაფეხში 25 წუთია ბრძოლა, ხო გროვდება ზიანი რა. ძალიან საინტერესო მომენტი არის მაგ. ახალი მსაჯობაში ხო ქვევიდანაც დარტყმები ბევრს ნიშნავს და შენ რო დგები მაგით ძალიან ბევრს ნიშნავს. შენი გაკონტროლება საკმარისი არ არის მაგით, როგორ პროსტა გაკონტროლება ისე. მაგარი თამაში მოვიგონე. მე ვიტყვი ახლა ჩიმაევისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი ხო თქვი რა იყო? ყველაზე ცუდი ახლა მარცხი იქნება ფინიშით, ხო? მაგრამ ერთ-ერთი ცუდი რომ დაჟე რომც მოიგოს და მაგრამ კრიტიკა რო იყოს რომ ეს boring ჩემპიონი არისო, ანუ დაუმარცხებელი არისო, მაგრამ ხოვაზე ხარ, ანუ no damage რა, damage არ არისო. მაგრამ წარმოიდგინე რომ შონ სტრიკლენდისთვის რა შეიძლება მოხდეს, რომ დაამარცხოს ჩიმაევი. თან თუ დაამარცხა რაღაც ფინიშით რა. აი ეგ ხო იქნება, აი ისეთი აფეთქება რა, წარმოიდგინე რომ მე მგონია რომ პლანეტა აფეთქდება შონ სტრიკლენდით რა, ხო აზე ხარ, აი და ძალიან დიდი ყველგან შონ სტრიკლენდი იქნება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალბათ ვარსკვლავი გამოვა UFC-ის ისტორიაში ამერიკელი. კი. 100% თან რა თემა არის უყურე შონ სტრიკლენდს აქვს ინსტრუმენტები რომ მოჭიდავებს უგოს ბრძოლები რა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მაგრამ დავიჭეროთ. წარმოიდგინე ხო შონ სტრიკლენდი უფრო რთულად გამოიყურება საშუალო ფენის მებრძოლებებთან ვიდრე აქცენტირებულ მოჭიდავეებთან რა. და ნახო ძალიან საინტერესო რატო? იმიტომ რომ ჩიმაევს ცვლილება აქვს კემპში, ანუ ახალ კემპში არის სადაც ფიზიკურ მომზადებაზე, ფეთქობაზე და ნონ-სტოპ მუშაობაზე აკეთებს აქცენტს. ხო, ანუ რაღაც ვითო გადავცვალეო და ძალიან მაგარ ხოძე ვარო რა. და სტრიკლანდი კიდე ხო, ანუ იყოფება ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაში მის კარიერაში რა, ამაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არ აქვს.
და თუ მიუდგას სწორად, ხო, მე როგორც ვამბობ, ხა ჯასტინ გეიჯი თოპურიაზე, ჯასტინ გეიჯი მას თქვა, აღარ ჩემს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არის, ყველაფერი მაქვს გადადობილიო რა. იგივე მიდგომა თუ გააკეთა სტრიკლანდმა, ხო, აი ხო გახსოვს ადრე გითხარი მე შენ ფლაფი ჰერნანდესთან როცა ქონდა შხუბობა, ხო? შხუბი. რომ სტრიკლანდი თუ იქნება კონცენტრირებული, ხო? იქნება სამი თავით მეტი რა. და რეალურად სტრიკლანდი როცა იყო კონცენტრირებული, კი ფლაფი ჰერნანდესმა ბევრი რამე შესთავაზა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი გაუნეიტრალა რა. და ეს არის ახლა ფლაფი ჰერნანდეს პლუს ვერსია, ასე რომ ვთქვათ რა, ჩემაევი რა. ამიტომ საინტერესოა რა ფსიქიკურ კონდიციაში იქნება სტრიკლანდი, რომ გავიგოთ, ანუ თუ მე მივამბობ, თუ კარგი და მაგარ ფოკუსში იქნება ჩემაევი, ჩემაევი გარ სტრიკლანდი, ხო? აქვს საშუალება რომ გამოუგოს მაგან იმას. კაი. ამდაც. იხრები თუ არა ანდერდოგისკენ, შონ სტრიკლენდისკენ. აი, მე შოუს მოყვარული ვარ, ხო აზე ხარ რა? მე მიჩვენია სტრიკლანდმა მოიგოს დღეს, ხვალ რევანში მოხდეს. ჩიმაევმა მოიგოს რევანში ტრილოგიაში, რავი, რა გასკდეს დედამიწა შუაზე, ასე რომ ვთქვათ რა. მე მეყვარს ესეთი რაღაცეები. პროსტა ხალხი რო უსმენს, უყვარს ხოლმე რომ მაინც იტყვის რა, ჰოსტი, ხო აზე ხარ, ფიქს გააკეთებს რა. მოგესმის. აი, აშკარა ფავორიტი ჭიდაობიდან გამომდინარე, ხო, არის ახლა სტრიკლანდი ჩიმაევი. და ანუ აქვს ის ინსტრუმენტი არსენალში, რომ დაგვაძინოს ჩვენ ყველა მაყურებელი 25 წუთი და ხელაწეული გავიდეს ოქტაგონიდან. იკადრებს თუ არა მაგას, მაგი არის საკითხი რა, უბრალოდ ანუ რა UFC აკადრებინებს თუ არა მაგას. ეს არის ღია კითხვა რა. თუ რაღაც ტემპის აკრეფვა დააპირა ჩიმაევმა, ხო, მაშინ გავიგებთ მაშინ უკვე სხვა რაღაცა შეიძლება რა. ჩვენ ყავს ჩიმაევის ხელში, მაგრამ ჩიმაევიდან გამომდინარე მაგინა ნახე რომ შეუძლია გაწუროს მას, მაგრამ შეუძლია რომ გაწუროს რა. ბიჭო, ხამზად ჩიმაევის შესვლა არის ძალიან მაგარი სანახაობრივი რა. აი როგორ შედის ეგრე, მაგრამ აი მართლა არავინ არ შედის რა. აი ძალიან დაბლა და თითქოს რაღაც კოჭებშიო თუ ძალიან დაბლა შორიდან ძალიან სწრაფად დავება პირად. მოსე დაბლაჭი დაობს სახშად, ან მან ცალფეხში ძალიან ისეთში ჭიდაობს რა. ფეთქება დინამიკური შესვლა აქვს რა. ეს ფეთქება დინამიკური შესვლა არის პირველი რაუნდის მებრძოლის. ვაუ, მაგას მეორე ბოლო რაუნდებში არ გააჩნია მაგის შესვლები. არ გააჩნდა მანამდე რა. ეხლა დუპლესი მორალურად გატეხა ჩემი თვალსაზრისით, მაგან ძალიან მაგრამ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მაგას ყველა სხვა ჯგუფში ხო? მეორე მესამე რაუნდში უკვე ასეთი მაგარი შესვლები არ გააჩნდა მაგას რა. რა თქმა უნდა, ეხლა თუ დგომში გაგძელდა შონ სტრიკლენდი pieces him up, bro. რა? შენ როგორ ფიქრობ, ახლა ფავორიტი არის სტრიკლენდი დგომში? მაგასთან? კი, აბა რა. 100%. იმ მარტო დგომში სად არის ფავორიტი? ძალით. დარტყმის ძალით არ არის. დანარჩენი ტექნიკით კი. ბაზარი არ არის. ის ლეველი როგორ აქვს შენ? რა? აბა როგორ აქვს ორივეს? შენ როგორ ფიქრობ, ანუ მაგორში დარტყმა ერთიაჩი რომ გაცვალოთ? ვაუ. აუ ხამზად რეალურად ახლა სტრიკლანდი ანუ შეაწუხა მარტო პერეირამ, რომ შეაწუხა იმას ვამბობ, რომ ზიანი დახელი დაარტყა და იგზნობოდა რომ და თვალები გადაუტრია. ხო, ხამზად დააგდო ბერნსმა, ხო დააგდო. ხო რა. მე მგონი დააგდო. და იგივე ლეველის მაქვს შეიძლება ვთქვათ მაყურებელს უთხრას რა. არა, მაინც ძალაზე ხამზატისკენ ვიხრები რა. ძალაზეც და ყბაზეც. დარტყმის ძალაზეც და ყბაზეც ხამზატზე ვიხრები. უბრალოდ მაგარ power punch-ები რო ისროლოს ბევრი ხო, გაფში გაითიშება ჩემი თვალსაზრისით რა. ძალიან საინტერესო სიტუაცია არის, იმიტომ რომ ახალი ვერსია უნდა დავინახოთ ჩიმაევის და ჩიმაევს აქვს რა გვანახოს ახალი რა, ასე რომ. შეიძლება გამოსtildeებით სტრიკლენდისკენ ვიხრებოდე რა, თვითონ გამოსtildeებით. კიდე რა მომენტი არის, იცი, რომელიც კითხვის ნიშანს ქმნის, გიო, რომ მაყურებელი კი არა, მებრძოლი რომელიც იცვლის კემპს და ცვლის რადიკალურად ცვლის მიდგომას მისი ჩხუბისთვის, ხო? არასოდეს მე ყოველთვის არასტაბილურ რაღაცად მიმაჩნია მაგი არ ნიშნავს რომ ცუდად იასპარეზებს რა, მაგრამ არც იმის გარანტია რა რომ ისე სტაბილურად კარგად იჩხუბებს როგორც მანამდე ჩხუბობდა რა. შეიძლება ძალიან მაგრა გამოვიდეს, შეიძლება ძალიან ცუდად გამოვიდეს რა. ხამზატი ხო? მაგრამ ხამზატი ეძახი? ხო, შონ სტრიკლენდიც ეგრე არ არის ხოლმე? ორივე შეუძლია რომ კარგი და იგივე კემპში არის. უყურეს შეგანდი იგივე კემპშია, საიდანაც იყო. და უკვე დაბერდა მაგ კემპში მოკლედ ვთქვათ რა. და ჩიმაევმა ეხა ბოლო ორი ბრძოლა გადაცვალა კემპი რა. ანუ რუსეთში ჯექსონზე არის ხო, ვიცი, ხო?
რა ჯექსონი კი რუსეთში არა ხო? ემზადებოდა და იმაში იყო, რა ქვია, თებში ემზადებოდა რუსეთში რა. და ეხა ამერიკაში არის რა. ხო, ძალიან ვიცი, ხო, ხო. საინტერესო არის მაგი რა. სანტოს სტუდიოში, სანტოს იმაში რა, კალიფორნიაში რა. მ. ხო, აზე ვარ. მე სიმართლე გითხრა ხო, ეხა გარაჟში მაგენი რო აკეთებენ იმას, რა ქვია, OFP-ს რო აკეთებენ, ანუ მომზადებას, ფიზიკურ მომზადებას რო აკეთებენ, მე ძალიან მაგის მომხრე არ ვარ ბრძოლისთვის რა. და ძალიან საინტერესოა როგორ გამოავლეს მაგი, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის უდად დაიწყო მე ბრძოლეს, მასეთი მაგარი შრომა იმაზე რა ქვია რა, მასეთი კარდიო დატვირთები რა. თუმცა ამ მომენტები გენიოსი არისო, რაღაცა მოიფიქრაო, სასწაული მეთოდიო და რაღაც ასე შემდეგო და ძალიან საინტერესო არის, ანუ რა მოიფიქრა, რა შედეგი და რა შედეგი ექნება რა. ძალიან საინტერესო არის მაგ მომენტი. ჩიმავე ახალი კემპით ვნახოთ რა, ჩვენ კი ვნახეთ უკვე დიპლესის დამძოლაში, მაგრამ აი არაფერს არ მასე ერთი ბრძოლა არ ნიშნავს, მეორე ბრძოლა დიფოთერის მეფესთან უფრო ისეთი რაღაც არის რა მაგ. რავი რა, აი ფიქრობ რომ ალბათ 70% ხამზატი, 30 შოსტრიკლენდი რა. მაგრამ რა თემა იცი, სტრიგლანმა თუ გამოიყვანა წყობიდან ხამზატი ხო? რეალურად ხამზატი სტრიგლანის დავალება რა არის? რომ ხამზატს გადააყრევიოს მძიმე დარტყმები. ერთი ჟანგბადი დაახარჯოს რა. რადგან ხამზატს ხო, როცა ფეთქებადად მუშაობს, კარდიოსთან პრობლემები დავინახეთ ჩვენ მაგის ადრე რა. ძალიან ადრე ხო. მაგას. და მე მესმის სტრიგლანდის გეგმა. რო ცდილობს რომ გაწუროს, რომ ანუ ააფეთქოს ხამზატი და იქნას აქ ხამზატმა რა. ჩატენოს მძიმე დარტყმები. მოკლედ, ან გლის ყმუილს გავიგებ და ან არწივის ძახილს. მაგრა ველოდები მოკლედ და co-main event-იც რა. ძალიან მაგარი ბრძოლა არის ეს co-main event-იც. ისეთ სიტუაციით გამოვიდა ეს ჯოშუა ვენი რა, პირველი აზიელი ჩემპიონი რა. ძალიან ისეთ ხوازე ხარ ანუ შემთხვევით თითქოს რა ხან ტრამა მიიღო პანტოჟა, მაგრამ მაინც ამ სპორტში შემთხვევით არაფერი არ ხდება და ჩემპიონად ვაღიარებ მე ამ კაცს რა. მე მგონია რომ ჩემპიონი არის რა. მაიგ რა იცი ხო რა, შენ თუ გაქვს ხამარი, შენ ხარ ჩემპიონის სტატუსი. ნიშნავს რომ ხამარი გაქვს. So I don't care. ვაზე ხარ რა? ალჯოს მუხლი დაარტყა პეტრიანმა ჩემპიონი არაო. ხამარი აქვს, ჩემპიონი არის. ანუ და იმას ხამარი აქვს, ჩემპიონი არის. ას როგორ მოიპოვა მაგი ხამარი ხო? ხა ბინძურად არ მოუპოვია მაგი ხამარი, ჩხუბი იყო და მოიტეხა ხა მეტოქემ ხელი რა ქნას ხო? ეს ასრულებდა რაღაც მოქმედებას და არასწორად დადგა მეტოქე და დაიტრავა ხო? მისი ბრალი რა არის ხო? მისი ერთი დავალება ქონდა მაგას. ხელაწეული გამოსულიყო ოქტაგონიდან და ხელაწეული გამოვიდა ოქტაგონიდან. პლუს რა თქმა უნდა, ყველა ძალიან სასწაული დიდი ტესტი აქვს, ასურვე დაირას სახით მაგას რა. რო გავიგოთ ლეგიტიმური ჩემპიონი არის თუ არა. ესაა კითხვა. რომანდელი რა, ლეგიტიმური ჩემპიონი არის თუ არა. ვინა, ესა ჯოშუა ვენი რა თქმა უნდა, კი, გეთახმები. და თუ არის. და საინტერესო გავიგებთ არის თუ არა. ანუ რამდენი წელი გავიდა რომ ჯერ აზიელი ჩემპიონი არ ყავდა. და ეხლა გამოდის რომ ვინც არ უნდა მოიგოს, მაინც აზიელი ჩემპიონი იქნება რა. ანუ აზია. ნუ ჯოშუა ვენი ახლა მაინც მე აზიას ვიუძახებ მაგას. ბიჭო, იქ დაიბადა მიანმარში, თუ ბურმას უძახიან თუ მიანმარს სახელი გადაირქვეს რა. ჩინეთის გვერდზე არის, ახლოს არის რა. ნუ აზიელია, ნუ გაიზარდა. ხო ხტები ახლა რა, იაპონურ მარკეტზე ცდილობს შევარდა One FC, UFC, ყველა მოიკლენ თავი ამ იაპონურ მარკეტზე და აზიურ მარკეტზე რო შევარდნენ და იაპონურ მარკეტზე განსაკუთრებით და ბიჭო, ტაცურა ტაირაზე რა მაგ დამოღობ როგორ ჯღავის ხოლმე მიკროფონზე. ბიჭო, მე მევასება ტაცურა ტაირა, სიმართლეს გეტყვი რა, სტილისტურად მიყვარს ეგეთი მებრძოლი რა. დგომში დგას შეუძლია და მაგრა ჭიდაობს, გრაპლინგი აქვს, საბმიშენები აქვს, ტეიქდაუნები აქვს. აი, უფრო მთლიანი მებრძოლი არის ჩემი აზრით რა. ვიდრე ჯოშუა ვენი. ძლიერი არის, საინტერესო მებრძოლი არის. და მაგიტო ვიხრები ტაცურისკენ რა. ეხლა ბარემ ვიტყვი რა, ტაცურისკენ ვიხრები რა. კი, მეც ტაცურა ტაირა მაშია. ანუ ფავორიტად და ფაქტი არის რომ მაგი ფავორიტი არის რა, რეალურად სტილისტიკურადაც ფავორიტი. კი, მართალი ხარ, ფავორიტი არის სხვათა შორის. ჯოშუა ვენის ლეგიტიმიზაციის კითხვა არის რა მაგი. იზვა ფავორიტი არის ხო და მოკლედ 4000 კაცმა მიცა ხმა და 53% არის. ანუ ახლო არის მაინც. ტაირა არის 53% ხალხისგან და ისე კუშებით უფრო ფავორიტი არის ტაცურო ტაირა რა.
მაგრამ სანახაობრივი ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლა აქვს ხოლმე ჯოშუა ვენს რა. ისე ადრე მარცხი ქონდა ჯოშუა ვენს ერთი ხო მგონი თუ გახსოვს დაჟე იმის არის ყველა ქვია ის ტიპი რო არის რა ქვია მელოდი ორი ძარცხეს და ერთი მელოდი ტიპი არის ჯექსონი ბიჭო აქვს არა ხო ხო უკანო აქ მაგაზე პარტო თმა ხო ხო მაგაზე მიდის ღადავი ყველაზე დიდი კარიერის ბუსტერი არისო მაგასთან ნოკაუტით წაგებითო ო რა ჩარლზ ჯონსონი ხო თან აფერკატით აყავს და ფინიში ყველა ვინც გათიშა ყველა მაგარი წარმატებას მიაღწია ის ტიპი რო მოგახსოვს ჩვენ ვლაპარაკობდით მაგაზე სინგაპურის ივენზე რო გათიშა ინგლისელი კავანა ბიჭი რა ხო ლომი გათიშა და კავანა მაგის ხო მაგრა მოიხოდა და ყველა ვინც ხო გათიშა ყველა მოიხოდა მაგრა აზე ხარ აბედია მაგრებს იმაშვება და ისო მე რომ მათემატიკაში ვიყავი ეგეთი არის რა კაროჩე სახში რომ მოვდიოდი ხოლმე რა კაროჩე დედა ჩემს მე ვნახულობდა ჩემ მათემატიკის იმას რა იქ მაშინ ხუთიანები იყო რა სისტემა რა მე საქართველოში ვიძახი და ისეთ კითხვებზე მქონდა სწორად გაცემილი რომ ძნელი იყო რა და ძალიან სուს კითხვებზე მქონდა ისა შეცდომები რა და სულ 260-ანი 200-ანი ვიყავი მათემატიკაში და დედა ჩემ აკურმებული იყო ეს როგორ გამოიცანიო და ეს როგორ ვერ გამოიცანიო მოკლედ რა ეგ არის ჩარლზ ჯონსონი ხო მგონი ანუ აქ ორივეს გონია რომ ის იქნება რა ტაცურო ტაირა და იაპონიაში რო დაბრუნდება UFC ესეც ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით. კი, ძალიან საინტერესო სიტუაცია არის მაგინა. ერთიანობაში. ისტორიულად ძალიან მაგარი არის. კიდე შემდეგი არის ალექსანდრ ვოლკოვი და ვალდო კორტეს აკოსტა. ძალიან მაგარი ბრძოლა. თან უყურე 3 რაუნდში ვოლკოვი ფავორიტი არის მაგასთან. ჩემი თვალსაზრისით, ვალდო კორტესი ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ ამნაირ გძელ ვოლკოვთან ამ სიგრძე ვოლკოვთან ძალიან ანუ დიდ ოქტაგონშია ბრძოლა ეს აპექის ოქტაგონია რა და პატარა ოქტაგონია რა ახლაზე ხარ რა ძალიან დიდი უაზრო დიდი ოქტაგონი არის რა და 5 რაუნდიანში ვალდო კორტეს ავირჩევდი მაგრამ 3 რაუნდიანში რავი ვოლკოვი ისე გამოიყურება მე მგონი უნდა იყოს მაგაზე წინ რა ხო ოდნავ ფავორიტი არის ვოლკოვი მაგრამ რა არის იცი კორტეზი მოდის უკვე ძალიან დიდი ის აქვს რა აკრეფილი მომენტომა აქვს იცი მატარებელი ვითმოს ანუ ეს სამი მოგება აქვს თან ახლო მანძილში რა ახლო პერიოდში გაკეთებული და დიდი ჰაიპით მოდის და შენი აზრით ცოტა ხوار შენელდა ვოლკოვი რაღაცნაირად შენელდა თუ არა ჩვენ არ დავიწყოთ ახლა ის მომენტი რომ ვოლკოვის ტვინში არის ესეთი დავალება ახლა მაგამ რო ჩხუბი წააგოს ხო სა ტიტულო გონკიდან ხო ამოდის ვარდება რა ანუ მოხსენიებაში არ იქნება 1-3 წელზე მეტი ტიტულთან მიახლოვებაში რა სადიდულო სიტუაციაში და ამიდან გამომდინარე ხო ვოლკოვს არა აქვს არანაირი მორალური უფლება რომ წააგოს მაგის ბრძოლა მისი თავით არ გააჩნია რა არანაირი მორალური ვალდო კორტესმა რო წააგოს ხო კი ბაზარი არა ჰაი ტრეინი მოყვება და რეალურად მაგრა არის რა მაგრამ ვალდო კორტესმა რო წააგოს ხო ისე არ დაიხრება უკან როგორც ვოლკოვი დაიხრება უკან წაგებით რა მე ამიტომ ხო ასე უყურებ რომ ვინ უფრო მეტად მოტივირებული არის მაგ სიტუაციაში რა ჩემი აზრით მეტად მოტივირებული არის ვოლკოვი რაღაც პონჩი მისი მაზი არის მის გზაზე დგას და მე იმაშია რომ მენტალურად უნდა იყოს წინ ვოლკოვი რა უნდა გაიმარჯვოს სხვა გზა არ აქვს შანსი აქვს თუ არა რომ ეს ბრძოლა იყოს ცოტა ესა ძილის წამალი არა და დგომის მებრძოლეები არიან უბრალოდ ვოლკოვი კი მეორე ნომრად მუშაობს კი ატრიალებს მაგრამ ვალდო კორტესის ხელში არის პიანინო და ყველაფერი ასე რომ თქვა ვალდო კორტეს თუ უნდა ბრძოლა მოიგოს ხო ძალიან დიდი სანახაობრივობას დადობა მოუწევს ავტომატურად რა რადგან წინ უნდა წავიდეს გასვლებში უნდა შევიდეს გადაჭრას უნდა მისი ვოლკოვის პირდაპირები ფრონტ კიკები და შემდგომ და მიდლები რა უნდა გადაჭრას სხვა გზა არ აქვს ამიტომ ვალდო კორტესი არის დამოკიდებული რა ბრძოლა იქნება ეს იქნება თუ აკენწულა ვოლკოვის მხრიდან და რომელიც მეორე ნომრად უბრალოდ დახვრიტავს პირდაპირებით და unanimous decision-ით გამოვა ან იქნება ის ბრძოლა სადაც დაეწია ვოლკოვს გადაუჭრა ვოლკოვს ჯებები გადაუჭრა შემოვიდა დისტანციით რაღაცა გააკეთა რა ისეთ ამიტომ რა თქმა უნდა ვალდო კორტესი შეერი არის ვალდო კორტესი ცეცხლი არის და მე მგონი მოსაწყენი ბრძოლა ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება რა ამ ბრძოლაზე არ ვიცი რა თქვა ნოკაუტის ვარიანტი არის რა თქმა უნდა
decision-ის ვარიანტიც არის. მე დაჟე იმასაც ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება boring fight-იც იყოს. ვერ გავერკვია რა მოკლედ რა, მაგრამ გადვიხრები ვალდო კორტესზე, ვიხრები რა. ამგანა მე უფრო კორტესი. decision-ი მგონია ვოლკოვის რა, იმიტომ რომ decision-ებში რეალურად ძალიან ძლიერი არის. It's gonna knock your boy out. Cortez salsa boy gonna knock your boy. ბიჭო და აი ამ ბრძოლაზე ხვიჩ ამაზე ხო საერთოდ აი წარმოდგენა არ მაქვს რა, ვინ იგებს რა. მართლა აი ვერ ხვდები რა, არც გზნობა არ მაქვს და აი ლოგიკურადაც რო უყურებ არ ვიცი რა, ანუ Sean Brady, Joaquin Buckley რა, ორივე მოდის მარცხიდან. Sean Brady-ს მარცხი უფრო ისეთი იყო რა, ხო აზეხა რაღაც ვერ თქვი რომ ის იყო რა, შემთხვევა, მაგრამ ხო აზეხა რა, რო ხდება რა, ეგეთი იყო იმასთან, Morales-თან იყო, ხო? და Joaquin Buckley-ს უკვე კაი ხანი তো გაუვიდა რა, 10 თვე რო Kamaru Usman-თან წააგო, ეს იყო decision რა. ანუ ორი სხვადასხვანაირი მარცხი იყო რა, ხო აზეხა რა, ერთი იყო უფრო ისეთი რომ რა, he got caught ეგრე გამოდის, მაგრამ არა ყველა კრედიტს ვაძლევ Morales-ს, რომ დამსახურებით გააკეთა ეს ფინიში და Joaquin Buckley გამოიარა ჩემპიონთან Kamaru Usman-თან გადაწყვეტილება, ანუ ხო აზეხა რა, ეხა Kamaru Usman-იც არა იმ ლეველზე რო იყო Kamaru Usman და ხო იმან Brady-მ რო Morales-თან წააგო, ეს წააგო იმენა და უცხერეს პროსპექტთან წააგო რა, იმენა და უძიმეს და უცხერეს პროსპექტთან წააგო, მაგიდან გამომდინარე მე Sean Brady-სკენ ვიხრები, რადგანაც იმას უფრო ჭირდება თავის დამტკიცება და დამკვიდრება რა, მაგრამ Kamaru Usman-თან წააგო, ის არც არაფერი არა და ისეთი სიტუაცია რა, ანუ ისტორია არანაირი საინტერესო არ გააჩნია მაგ მომენტს რა და კარგად ხსნის მაგნაირებთან თავს რა. კი, მაგრამ ის ფაქტორი არის, რომ ნოკაუტერი არის ბაკლი. და ძალიან ცუდი ნოკაუტი გამოიარა ეხა Sean Brady, არა? კი, მაგრამ დარწმუნებული ვარ პირველ რიგში Sean Brady აღდგენილია ნოკაუტის შემდეგ რა და უკვე ნორმალურ მდგომარეობაში იქნება რა. და Joaquin Buckley ხო? Morales-ის ნაირი მიმწოდებელი მაინც არ მიმაჩნია დარტყმის რა. Morales-ის ნაირი მიმწოდებელი რო იყოს დარტყმის ხო? იქნებოდა Kamaru Usman-ს მოუგებდა მაგი რა. რო იყოს მას ისეთი მიმცემი დარტყმის. გამტაირებას რა, ანუ რეალურად აჩვენა რომ მაგის ნეიტრალიზება შეიძლება თქომში ძალიან მაგრამ რა. პლუს ანუ Sean Brady-ს უდევს გაკვეთილი ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე, როგორ იგივე გააკეთოს ოღონდ 3 რაუნდი რა. რაც Kamaru Usman-მა გააკეთა. ბიჭო, Sean Brady არის ხო აზეხა ჩვენი გუნდელი არის რა და shout out it's a kind of magic Babulaize რა. თლიან გუნდს და რა თქმა უნდა Sean Brady გვინდა რა. და ნუ ნახავთ რა იქნება რა, ძალიან მაგარი ბრძოლაა ეს ბრძოლა, არა მგონი, აი აქ ვარიანტი რომ boring fight იყოს ნაკლებად მგონია რა, მოსაწყენი boring fight-ზე არც ვფიქრობ, სიმართლე გითხრა, მაგნაირი და იქით არც უყურებ, იმიტომ რომ რეალ matchmaking-ი UFC-ზე დალაგდა რომ boring fight-ი არ არსებობს უკვე რეალურად რა, ვინმე ქალებს გაიშვებენ საშუალო ფენის ასე რომ ვთქვათ რა. კი, ბაზარი არის, მაგრამ მაინც არის ხოლმე რა, როცა არ ელოდები მაშინ და ხო აზეხა. ხო და აი შემდეგიც გავაკეთოთ, ეგ შენი კაცი არის რა, King Green, Bobby აღარ დაუძახო ძმაო და მასტი არის, ეხა არის striptease-ის მფლობელი არის, striptease-ის კლუბი აქვს რა. Embedded ძალიან და იქცია უკან ბოლო პერიოდში და Bobby Green-მა მაგის გადაარჩინა მოკლედ რო თქვათ რომ სტრიპ კლუბიდან ეკლესიაში გადავიდეთ ტიპება რაღა დავიიყო და ვიბრიდები რა მაგაზე ყველაზე მოულოდნელი მომენტი იყო რასაც არ ველოდებოდი. აი ხვიჩ დედასვიცავად შეიძლება ეს იყოს fight of the night რა. King Green Jeremy Stevens. Wow, ძალიან მაგარი ბრძოლა უნდა იყოს რა. აი უძლიერესი OG-ები არიან, მაგათ highlight-ებს რო შეხედო, შეიძლება გეგონოს რომ თურმე ვინ ყოფილა ყველაზე მაგარი UFC-შიო რა, ორივეს highlight-ებს რო შეხედო ცალ-ცალკე რა, რეები აქვს გაკეთებული. Bobby Green არის აი კარიერის განსახიერება, რას ნიშნავს, როცა გაქვს შენ კარიერა. კარიერა UFC-ში არა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ბრაზა და რაღაცა დაუმარცხებელი რეკორდი და რაღაცა სწურავ ცალფეხში და იმენა ტვინსბურგ ხოლზე ხარ რა.
კარიერა UFC-ში არის განსახიერება, არის ბობი გრინის კარიერა, არის ჰოლანდისის კარიერა არის ძალიან მაგარი. პრატესის კარიერა ძალიან მაგარი კარიერა არის UFC-ში. ხოზე ხრა კი არ მიუღწევია არც ერთ ქამრებს. კი ვითო ახლოს არიან და იყვნენ. ხოზე ხარ ან იყვნენ ან ახლოს არიან რა. რაღაც მომენტში, ერთ მომენტში მისი კარიერის, მაგრამ ნუ რეალურად კარიერა ეს არის. ხოზე ხარ ყველაფერი იქნება ეხა ხაბიბ ნურმაგომედოვი ბიჭო, და ილია ტუპურია. შენ გახსოვს დაძაბულობა ბობი გრინის და არმან ცარუკიანის? კი, იმან რო გაარტყა სახეში, არმანმა, ხო? ბობი გრინმა არ ჩამორჩა. თუპაკი არის რა. GTA striptease owner-ი, striptease ფლობელი GTA თუპაკი King Green რა. ორივე 39 წლის არიან და აი ძალიან მაგარი matchmaking-ი არის და ხედავ რომ სტილით იგებს რა. King Green-ი სტაილი. კარიერაზე ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი წარმოიდგინე ტიპები 39 წლის არიან და დღემდე ასპარეზობენ უმაღლეს ლეველზე რა. ძალიან მაგარი დასაფასებელი არის, რადონის ათლეტები არიან რა. ხო და რავი ძალიან მაგარი ბრძოლები არის რა, ხვიჩი პროსტა დრო გაგვეწელა და ყველაზე ნამდვილად ვეღარ ვისაუბრებ, მაგრამ ისე არ შემიძლია რომ დრო არ დაგითმო რომ აი კიდე ამოირჩიო აი პრელიმებზე რა მოგწონს ყველაზე ძალიან რა და რა არის კაი რა შენთვის რა რასელოდები. ამას შორის ბრძოლას რეაქცია ყურადღება ძალიან მაგარი. ხუება, ისე ჩხუბება სახელი დავაყო პროსტა იმის. აა ეხლა ვეგეტყვი ამასო იოელ ალვარეზი კი ბაზარი არ არის რა თქმა უნდა. ამასოვი იოლაროვის არის ძალიან მაღალი ლეველის ბრძოლა, რომელიც რეალურად მიხედავს ურავი ძალიან საშუალო ფედაში შეიძლება იყოს. შეიძლება უბრალოდ მედიურობა აკლიათ, მაგრამ ეს არის ალბათ ორი პროსპექტი, რომელიც შეიძლება შეულებრივად საპრეტენდენტო ან საჩემპიონო ბრძოლაში გვინახა 5-4 წლის შემდეგ რა. ძალიან მაღალი ლეველის ბრძოლა არის. იაროსლავს თვითონ ვიცნობ პირადად, ბევრი გვარჯიშია ერთად და რავი ძალიან well-rounded, просто ტალანტი იყო და არის ტიპი რა, უკვე რამდენი წელი 10 წელიწადი, 15 წელიწადი well-rounded ტალანტი არის, უდიდესი MMA martial artist-ი არის რა და რაც UFC-ში ძალიან ბედნიერი ვარ მისთვის, რადგანაც მაგი ასპარეზობდა ბელატორში, ხო? სადაც იმერი დოპინგ ტესტი არ იყო, როგორც საჭირო არის, ხო, ზეხა რა? და პლუს ომის მომენტებში რაღაც ბრძოლები მაგას წაგება მომივიდა, მაგრამ ისე რომ არ აეწყო სიტუაცია, ხო, ზეხარ. მაგრამ ანუ ერთიანობაში ძალიან დიდი ადამიანი არის, ძალიან მაგარი სპორტსმენია. პირადად ვიცნობ და გეუბნებით, რომ ძალიან დიდი ხანი მაგას ჰქონდა UFC-სგან შემოთავაზება, უბრალოდ უთხრენ, რომ ნახევარწელზე მეც ვერც გაჩხუბებთ ახლოსაც რა. და ბელატორის ბრძოლა აიღო 2 თვეში, ანუ უახლოეს მომავალში რა. ადრეც იყო მაშინ მოთავაზება. მე მეუბნებოდი, რომ შენი სისუფთავის და შენი სპორტულობის ათლეტიზმის ხო გამომდინარე შენ უნდა იყო UFC-ში მეთქი არა შენი საქმე, მაგრამ ბელატორიც დაიმყრო და იმკვიდრა თავი მან, შემდეგ რამოდენიმე ერთი ბრძოლა თუ რაღაც წააგო, მაგრამ მაგი არაფერს არ ნიშნავს. სრულად მისთვის და კარგი არის რომ ეხლა სრულყოფილი ვერსია არის ამოსოვის UFC-ში არის. პლუს მაგას ხო? იაროსლავ ამოსოვს ხო? ფან ფაქტს ვეტყვით, ბევრი მაყურებელმა არ იცის, მაგრამ ნურმაგომედოვის კლანზე ყველა მებრძოლეზე აქვს მოგებული ბაიოეს საბრძოლო სამბოში, როცა ასპარეზობდა რა, რადგანაც მაგი არის სოფლიო ჩემპიონი რო არ მეშლება საბრძოლო სამბოში. სოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და წარმოიდგინე, იქ იყო იაროსლავ ამოსოვი, შეჯიბრზე იყო ერთი მებრძოლე, რომელიც ნურმაგომედოვებს მოუგებდა და აბუბაკარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და კიდე სხვა მაკლანის წარმომადგენლებს ძალიან მაგრა გადაუვარა რა. პოლო მარცხი აქვს 2 წლის წინ რა, 2 წლის ნახევრით KO-თი რა, ნოკაუტით რა და ანუ ეს იოელ ალვარეზი არის რავი, ყველგან კარგი არის რა, მაგრამ ნოკაუტერიც არის უეჭველი რა, ნოკაუტერი არის რა, flying knee და ეგეთი რაღაცეები აქვს. ანუ ხო, რა იცი ტიპი არის, რომ ძალიან სრული გასანეიტრალებელი არის. იაროსლავ ამოსოვი არის კონტროლერი. იაროსლავ ამოსოვი ნოკაუტარ შენ მის სიტუაციის ქვეშ. ანუ ეს არის როგორც ნაბიჯი ლიშლის მეტოქს რა. ძალიან საინტერესო არის მეჩაპი იმიდან გამომდინარე, რომ ამნაირ მაგარს თუ შეძლებს ანუ ყველაზე ხარო ჩვენ გავიგოთ გვინდა პროსტა უბრალოდ იაროსლავ ამოსოვი არის თუ არა იმ ლეველზე რომ იყოს ტოპ 15-ში დღეს. ეგრევე ნილ მაგნი რომ იცეს.
ჩემი აზრით არის, მაგრამ რომ მეჩი იყოს და რა ველოდებით ჩვენებას იაროსლავ მოსალოს. იმის ალვერეზის მარცხი იყო 4 წლის წინ თუ რაღაც წარუკიანთან რა და იმის მერე მოგებაზე არის რა ფინიშები აქ თან ძირითადად რა. პლუს არ დავიწყოთ როცა წონას იმატებს მებრძოლე ხო? ძალიან მაგარი ანუ ბევრჯერ ვეუნები მებრძოლებს რომ არა არის რომ მის წონათა კატეგორიაში არ არიან რა. და აგერ გადავხვიოთ ჩვენ ძმაზე დავით ლორთქიფანიძეზე 66-ში ჩხუბობდა და decision-ები მომდე მიდიოდა და 70-ში ავიდა და ტიპი გახდა powerhouse-ი ერთ ჩეხებით კლავს ხალხს რა. მაგიდან გამომდინარე ძალიან დიდი გიგი არის აქვე განსხვავება მაგაში რა. მაინდა-მაინც ჩაციკლოა. წერის წონათა კატეგორიაზე არაა საჭირო რა და იორესმაც მაგი შეძლო რა. On paper ძალიან მაგარი ბრძოლები არის რა. და კიდე არის პროსპექტი დაუმარცხებელი სუსურკაიევი. და რავი რა, ძალიან მაგარი კარდი არის. ხვიჩ ჩვენ ხო დავბრუნდებით ამ კარდის შემდეგ რა. გიხილავთ ძალიან მალე კარდის ბრძოლების არ მოიწყინოთ. ხალხო Fight Hop-ი გამოიწერეთ. Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე კომენტი დაგვიტოვეთ, მხარი დაგვიჭირეთ. არაფერი არ ღირს ეს და მე და ხვიჩა ვიქნებით ყოველ კვირა თქვენთან ერთად Fight Hop-ს. You tune into the Cartwellians on the Fight Hop Podcast. Fight Pod.